მოგესალმებით, დღეს მე მინდა გაგიზიაროთ ერთი წიგნი, სახელმძღვანელო, რომლის ავტორია გურამ მიგრაშვილი და მათე მიგრაშვილი. ამ სახელმძღვანელოს ქვია როგორ დავწეროთ მოთხრობა. მე ძალიან მომწონს ეს წიგნი და ვწერ ერთი გოგოს შესახებ, რომელსაც ქვია მელანია. მარტო ადამიანის შესახებ არ შეგიძლიათ რომ დაწეროთ. შეგიძლიათ დაწეროთ ცხოველის, მცენარის, მწერის, ერთი უმწეო პეპელის და სხვა რამის ცხოვრებაზე. მე ისე მომწონს, რომ უკვე ვარ 99 გვერდზე და მე როცა ერთავს წერ ხოლმე, ტვინში აზრები მომდის ძალიან ბევრი ხოლმე და ვშლი ისევ წერ ხოლმე, მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მარიამ ჯამდელიანს როგორ დავწეროთ მოთხრობათი დაწერა კუდამელა ბუგის თავგადასავალი. მაგრამ როგორც კი ეს კუდამელა ბუგის თავგადასავალი დავასრულე და როგორ დავწეროთ მოთხრობა რამოდენიმე თავი დავწერე, ეგრევე მივხვდი, რომ ქალბატონ მარიამსაც როგორ დავწეროთ მოთხრობათი ჰქონდა დაწერილი თავისი წიგნი. მე ეს წიგნი ძალიან მომწონს და ვისაც უნდა რომ ნამდვილ მწერლად იგრძნოს თავი, აუცილებლად იყიდეთ ეს სახელმძღვანელო და ძალიან დაგეხმარებათ, რომ გახდეთ ნამდვილი მწერალი. და ვისაც ეს სახელმძღვანელო აქვს გვერდზე გადადებული, გირჩევთ, რომ ისევ გააგრძელოთ წერა და იგრძნოთ თავი ნამდვილ მწერლად. კარგად!